ამ წუთებში უკვე თითქმის 40 წუთია იკითხება პირველი მოწმე სამართალდამცავი სპეცდანიშნულების რაზმის წევრი გივი წიქორიძე, რომელიც ახლა უკვე ისმენს ადვოკატების შეკითხვებს. მანამდე ნახევარი საათის განმავლობაში საუბრობდა 28 ნოემბრის საღამოს 10 საათის ეპიზოდზე, როდესაც მისი უშუალო ხელმძღვანელისგან, რომლის სახელის და გვარით სპეცრაზმელს არ ახსოვს, მიიღო ბრძანება, რომ ჩასულიყო ჭიჭინაძის კუთხეში, რუსთაველის ქუჩის გადაკვეთაზე და დამდგარიყო, თუმცა რატომ ამ კითხვაზე ის ვერ პასუხობს, რას იცავდა, რატომ იცავდა იქ მართლწესრიგს, ვისგან იცავდა, ამ ყველაფერზე დასმულ შეკითხვებს ჯერჯერობით სპეცდანიშნულების რაზმის წევრი ვერ პასუხობს ადვოკატებს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კითხვა დაისვა მის წინააღმდეგ და მითითება იყო მაგალითად ზვია ცეცხლაძის ადვოკატის მხრიდან ცნობდა თუ არა სახეზე ამ პიროვნებას და მოისმინა თუ არა უშუალოდ ზვია ცეცხლაძისგან სპეცრაზმელმა, რომ ის გარკვეულ დავალებებს აძლევდა გარკვეული ჯგუფის წევრებს, რომ პოლიციელების მიმართ ყოფილიყო გარკვეული ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცხყოფა, თუმცა მოწმემ გივი წიქორიძემ ვერ გაიხსენა, რომ ზვია ცეცხლაძე იქ მდგარიყო აქციის მონაწილეებს შორის. ეს არის ის ძირითადი, რაც გამოიკვეთა ჯერჯერობით, ადვოკატები უსვამენ მთავარ მოწმე პოლიციელს სასამართლო პროცესის შეკითხვებს, მან დაწყებისთანავე თქვა, რომ ის დაზარალდა, დაუზიანდა თვალი და დაზარალებულადაც კი არის ცნობილი 28 ნოემბერს აქციაზე მან მიიღო თვალის არეში დაზიანება. პროკურატურის მოწმეები იქნებიან სავარაუდოდ პოლიციელები, ოღონდ როგორც მითხრეს, მხოლოდ ორი ბრალდებულის საქმეზე გამოძახებული პროკურატურის მოწმეები იქნებიან პოლიციელები, გორგაძე და არ ვიცი მეორე რომელია. სიმართლე გითხრათ, მხოლოდ იმიტომ შევდივარ, რომ ზვიაც ვუყურო და ვნახო ახლოდან, თორე არაფერი მოლოდინი არ არსებობს, იმიტომ რომ მართლმსაჯულება მკვდარია და ნულოვანი არის ნდობა სასამართლოსადმი და იქ ვინ რას ლაპარაკობს აბსოლუტურად მნიშვნელობა არ აქვს, თუ დააკვირდებით მოსამართლესაც არ აინტერესებს, ნახევარს არ უსმენს, იმიტომ რომ წინას არ იცის რა განაჩენი უნდა დააყენოს. არანაირი სამხილი აი ჩემი მეუღლის საერთოდ ხსენება, აღწერილობა, ქმედება, აღწერილი აბსოლუტურად არაფერი არ არის, მაგრამ უბრალოდ აი მიაწერეს ასე რომ ვთქვათ და როგორც ასეთი არ დასტურდება არაფერი. ჩემი ქმრის ნამოქმედარი როგორც ასეთი. სრულ მოწმე უბრალოდ აი მაინტერესებს ახლა ფანტაზიის დონე მაინტერესებს და აი მაგანწყობით ვარ მოსული, რომ კრეატიულობას დღეს შევხედავთ ახლა ჩვენ ნიჭიერი იმის სრულ მოწმეების. ბრალდების ხარის წარმოდგენილი ყავს მოწმეები, ესენი არიან რამდენიმე დამკავებელი პირი, ასევე დაზარალებულად ცნობილი პოლიციელები, სასამართლო მოისმენს მათ ჩვენებებს. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება იმ საკითხის გამოსაკვეთად, რამდენად დასტურდება ზვიად ცეცხლაძისთვის ბრალად შერაცხული ქმედება, რამდენად იყო ეს ადამიანი კავშირში სხვა დანარჩენ პირებთან, რამდენად იყო მისი მხრიდან მოწოდება ძალადობრივი, რამდენად ემსახურებოდა საერთოდ ვინმეს მიმართ ძალადობის განხორციელებას. აი ამ გარემოებების გამოსაკვლევად დასადასტურებლად და გამოსარიცხად დაცვის მხარე ბუნებრივია დავსვათ კითხვებს, რომელიც ზვია ცეცხლაძისთვის იქნება მნიშვნელოვანი. ბრალდების ხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეები დაადასტურებენ, რომ აღნიშნულ პირებთან მიმართებაში იმ ქმედებებს, რასაც ბრალდების მხარე ედავება, ადგილი არ ქონია და სწორედაც ამიტომ მნიშვნელოვანი არის თითოეული მოწმის სასამართლოს წინაშე დაკითხვა, რომ სწორედაც ისინი ადასტურებენ, რომ აღნიშნული ქმედებები არ განხორციელებულა. საქალაქო სასამართლოს დარბაზები თითქმის ყველა დარბაზში დღეს ტარდება სინდისის პატიმრების საქმეების განხილვები. 10-მდე საქმეა ასეთი და მათ შორის იყო არჩილ მუსელიანცის საქმე, რომელიც მოსამართლე გიორგი არევაძემ განიხილა. დღეს არსებით განხილვის ეტაპზე გადავიდა მისი საქმე და პირველი ვინც გამოკითხა გამოძიებამ ეს იყო ორი სამედიცინო ექსპერტი, რომლებმაც ზოგადი ინფორმაცია მიაწოდეს მოსამართლეს ბიოლოგიურ მასალებთან დაკავშირებით, იმ ნიმუშებთან დაკავშირებით, რომლებიც უშუალოდ მათ აიღეს. თავად არჩილ მუსელიანს დღეს სასამართლო პროცესზე არაფერი უთქვამს, პროცესს არ დასწრებიან მისი ოჯახის წევრები, რომლებიც ისინი გარეთ იმყოფებოდნენ სასამართლოს თომათა დარბაზის გარეთ და კიდევ ერთხელ მოითხოვეს, რომ დაკავებიდან 6 თვის თავზე მაინც მიეცეთ პატიმრის მონახულების საშუალება. გადაიდო დღევანდელი პროცესი დამთავრდა. იქიდან გამომდინარე, რომ ბრალდების მხარეს სულ ორი მოწმე ყავდა წარმოუდგენელი, ორივე იყო ექსპერტი, ერთი დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის ჩამტარებელი პირი იყო, ხოლო მეორე ვინც ხის ნიმუშს შეუღო მას. აღნიშნულმა მოწმეებმა შესაბამისად ილაპარაკეს იმ გარემოებებთან დაკავშირებით, საგამოძიებო მოქმედებებშიც მიიღეს მონაწილეობა და
ვთვლი, რომ გარკვეული კარგი ინფორმაციები იქნა გადმოცემული მათი მხრიდან, რომელიც უკვე დასკვნის სიტყვა შეიქმნება ჩვენს მხრიდან გაჟღერებული. ერთ საგამოძიებო მოქმედება არ არის ისე ჩატარებული, სადაც გონივრული ეჭვი არ გაჩნდება მტკიცებულებებთან მიმართებაში, მათ სანდოობასთან დაკავშირებით. მაინც არა გვაქვს იმედი, რა თქმა უნდა, რომ წარიმართება პროცესი ისე როგორც საჭიროა და სამართალი იზეიმებს, იმიტომ რომ ამ მოსამართლეების ხელში, სანქცირებული მოსამართლეების ხელში პირადად ეს ბატონი როგორც ვიცი არ არის, მაგრამ საერთოდ სასამართლოა სანქცირებული, ჩვენ სამართალს ვერ მივიღებთ. გქონდეს უფლება მესამის მეგობრებსაც ვნახოთ, რომ 6 წელი ეს არის რაღაც წარმოუდგენელი, თუნდაც ახლა მე-6 დღეა. მას არ უნახია არავის, როდესაც სხვა ნებისმიერ პატიმრებს, ყაჩაღებს, მკვლელებს კვირაში ერთხელ აქვთ ნახვის უფლება ახლობლების. პროევროპულ აქციებზე დაკავებული 8 სინდისის პატიმრის საქმეს მოსამართლე თამარ მჭედრიშვილი განიხილავს. ჯერჯერობით იკითხება პირველი მოწმე სპეცრაზმელი, რომელიც ამბობს, რომ დაუზიანდა თვალი 28 ნოემბერს აქციაზე, თუმცა ვისი მხრიდან ჯერჯერობით სპეცრაზმელს არ დაუკონკრეტებია. თქვა, რომ გაიცა გარკვეული ბრძანება, რომ ჩასულიყო ჭიჭინაძის ქუჩაზე, დაეცვა ტერიტორია, თუმცა ვისი მხრიდან მიიღო მან ეს ბრძანება, ის კონკრეტული დავალების გამცემი პირის, მისი უშუალო ხელმძღვანელი სახლს დაგვარს პროცესზე ვერ იხსენებს. მის გარდა დღეს სასამართლოში უნდა გამოიკითხოს კიდევ 5 პოლიციელი, მათ შორის არიან სპეცრაზმელები, რომლებსაც დაზარალებული სტატუსი აქვს და ამტკიცებენ, რომ ზვიად ცეცხლაძემ და მასთან ერთად დაკავებულმა კიდევ 7 პირმა მიაყენეს დაზიანებები.